დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ჯანსაღი გარემოს გაძლიერებაზე იმსჯელეს. ღონისძიება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის ფარგლებში შედგა. შეხვედრა შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა სხვადასხვა უწყების წარმომადგენელთან ერთად გახსნა. დავით სერგეენკომ ევროპული მხოვნების გათვალისწინებით ქვეყანაში ჯანსაღი გარემოს შექმნისა და განვითარების აუცილებლობაზე ისაუბრა. უწყების ხელმძღვანელის განცხადებითვე ამ მიმართულებით გრძელვადიანი გარემოს დაცვითი პოლიტიკა შემუშავდება და სხვადასხვა სექტორს შორის თანამშრომლობა გაღრმავდება. ესეთი გავლენების შესწავლა ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მოხდეს პოტენციური საფრთხეების შემცირება და სწორი აღმოჩენა იმ მიზეზების, რაც გავლენას პოულობს ადამიანის ჯანმრთელობაზე, მოხდა ისე, რომ საკანონმდებლო ბაზა არ არის ისე გამართული, რომ საშუალება მოგვცეს, რომ ეფექტურად ვიმუშავოთ ამ მიმართულებით ერთის მხრივ, მეორეს მხრივ ევროკავშირთან ასოცირება სხვა მრავალ პუნქტთან და გვალდებულებს, რომ ეს კანონმდებლობა იყოს გამტკიცებული. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, თუნდაც გამომდინარე იქიდან, რომ ეს პროექტი ხორციელდება სლოგანით ევროკავშირი საქართველოს, ანუ ევროკავშირი დგავს იმ ნაბიჯებს, რომელიც აუცილებელია საქართველოს ასოცირებისათვის ევროკავშირში, ანუ ყველა იმ რეგულაციების, იმ ინსტიტუციების მოწესრიგება, რომელიც იქნება ადეკვატური ევროკავშირის ინსტიტუტების. თვითონ პროექტს რაც შეეხება ასეთი სახის კომპლექსური პროექტი ძალიან იშვიათია, ანუ რა იგულისხმება, აქ არის წარმოდგენილი როგორც გარემო, ასევე ჯანმრთელობის